ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს. ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმიდან ქუთაისში ფიროსმანის 13 ტილო პიკასოს ერთი გრაფიკული ნამუშევარი და სხვადასხვა ქვეყნებში ფიროსმანის გამოფენის ამსახველი 12 აფიშა გამოიფინება. ექსპონატები ქუთაისის მუზეუმში დღეს ჩამოიტანეს დამთვალიერებელს ორიგინალი ტილოების ნახვის საშუალება 15-დან 30 აპრილის ჩათვლით ექნება. მსგავსი გამოფენა თბილისში უკვე გაიმართა, ხოლო ქუთაისის შემდეგ ფიროსმანისა და პიკასოს შედევრებს ბათუმი უმასპინძლებს. ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი მირზაანში გახოთ სააგენტოს ერთ-ერთი მუზეუმთაგანი და მისი კოლექცია არის მდიდარი კოლექცია. აქ წარმოდგენილი და გამოფენილი იქნება ფიროსმანის 13 ნამუშევარი. ასევე იქნება პიკასოს გრაფიკული ნაწარმოები, ფიროსმანის პორტრეტი და თვითონ ხატვრის გამოფენათა ამსახველი აფიშები. ასე რომ ფიქრობ ქუთაისის საზოგადოებრივობას ძალიან საინტერესო გამოფენა ელოდება და ჩვენ ყველას ველით 15 რიცხვში 16 საათზე. ქართული კულტურის ისტორიაში ვიტყოდი ეს არის იშვიათი მოვლენა, რომ ქუთაისს ეწვია და არა მარტო ქუთაისს, დასავლეთ საქართველოში პირველად ხდება პიკასოს გამოფენა, პიკასოს ნამუშევრების, ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა. ასე რომ ქუთაისის მცხოვრებთ შეუძლიათ ნახოთ მომზადდელ 15 აპრილს და გაიხსნება ეს გამოფენა და ყველას შეუძლია იხილოს ადგილზე ჩვენს მუზეუმში ეს ნამუშევრები.